ურთიერთობა მერკანტილურია ზოგადად ფსიქოლოგებს მჭირდება. მე გეხმარებოდი და გვერდში გედექ, იმიტომ რომ მე რო ხანძარი გამჩნდა, შენ ვედროებით წყალი უნდა. მე გაჩნდა ისა სახანძრო. გაჩნდა სახანძრო შენ აღარ მჭირდება. ნახე, ნელ-ნელა შენ აღარ მჭირდება, იმიტომ რომ გაჩნდა მომსახური იმას სასწრაფოს უნდა დაურეკო, იმას თბილ სერვისს უნდა დაურეკო, ნაგავზე იმას და თქვენ აღარ მჭირდებით. და ადამიანი იკეტება თავის იმაში. რა ქვია, ნაჭოჭი. ახლა რა არის ურთიერთობებში ღირებულება, ნახე როგორ მედის, უნდა იყოს ინდივიდი და სისტემა. არა მეგობარი, არაცოლის სხვათა შორის, მაგეთკენ მიდის. თქვენ რა გონიათ, ხელის მოწერა იურიდიული დოკუმენტია, მარტო მე ახლა ახალგაზრდა რო ვიყავ, მეც ვფიქრებდი რა მნიშვნელობა აქვს ხელის მოწერა, აწერა. არა, ოჯახის ინსტიტუტის დისკრედიტაცია ხდება. გინდა მოგიწერია, გინდა არ მოგიწერია, გინდა კაცი მოგიყვანია, გინდა ნაძვის ხეზე დაქორწინებულ ხარ, გინდა ის გაკეთებე, გინდა და რატო უნდა გააკეთო და რეალურად აბსურდამდე რომ მიდის, მაშინ რა ოჯახზე მელაპარაკია. და ამოცანა არის ოჯახის დისკრედიტაცია და არა ხელს მოაწერ თუ არ მოაწერ. აბა კარგად დაფიქრდით. და რატო? იმიტომ რომ ერთ-ერთი ძლიერი სისტემა, ვინც ღირებულებათა სისტემას ქვნის და ვიღაცას უნდა რომ ღირებულებათა სისტემა, რომელიც შეიქმნება გარედან, ვიღაცა რო იტყვის, ის უნდა იყოს. და ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს. არც ოჯახმა, არც რელიგიამ, არც ქუჩამ, არც ისა. ჩემთვის ძვირფასი მეგობარი არ უნდა იყოს.